დილამშვიდობისა მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ახლა ყურადღებით მოისმინეთ და ვნახოთ რა ხდება ქვეყანაში, როგორი უსამართლობები ხდება და მე ახლა გადავა ლაივში, რომელ ლაივშიც თქვენ მოისმენთ თუ რა უსამართლობები ხდება საქართველოში. თუ ქართველი ხარ, შენ გვერდში დაგვიდგები, იქნებ დავუდგეთ ერთმანეთს მხარში. ჩემი აზრით, აი აქ ჩვენ ხედავთ, რომ ქალბატონი მისულია უფლისციხეზე და მოითხოვს აგინდა ჩვენ მარტო ვიხდით 20 ლარს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვეულებრივად არ მაინტერესებს ვებსაიტი. ძალიან კულტურულად ეუბნება ქალბატონი, რომ მართლაც რაც ქართველს ეკადრება და საერთოდ დასუფთავება, რომ ეს ყველა პირდაპირ იღებ ლაივს. და დაიღებ არა. არც შეუშვებ. არც არავის არ შეუშვებ. ვალდებული ხარ ფულს რო ვიხდი, სამეწარმეო ამონაწერი მაჩვენა. ვალდებული ხარ. აი ეს კეპკენი ქალბატონი არის მასკიდაშვილი. თავი მოაქვს თითქოს იყოს ქართველი. არა, ბოდიში ერთი წუთი არაფერს არ გთხოვ ისეც, რომელიც არა კანონგარეთ არის. თუ საკეთებ, თუ შეულებრივად, მოდი კანონის აიკითხეთ, გაერკვიეთ სამეწარმეო ამონაწერი, ვის ეკუნდა კონდეს მეწარმე და ჩვენ მეწარმეებს საყვარელოდ გეხარეთ. იუსაიდი გაწერია ჩემ ქვეყანაში, რომელ იმაზე მელაპარაკები გაკვეთები ქვეყანაზე. ამას არ წაღებული ეს ქვეყანა. გეუბნები, რომელში სამეწარმეო ამონაწერი. არა, სამეწარმეო ამონაწერს ამათ არ მაჩვენებ. ვიჭირაში მიდის, ვისია, რამდენი კვადრატი, რა ფართობზეა საუბარი. ნუ შემდეგ გაირკვა რომ ეს უფლისციხე მთლიანად აქვს შესყიდული გასპაროს, ვიღაცა გასპაროს, რომელიც იღებს ქართველებიდან, არა მხოლოდ ქართველებიდან, უცხოელებიდან თანხებს. ეხლა ნახეთ მეგობრებო, ქალბატონი მოითხოვს, რომ ქართველებისთვის ეს იყოს უფასო შესვლა და შეულებრივი მესაკუთრება ვარ ამ ქვეყნის ქართველი ვარ და ეს უფლისციხე უყურე რა ქვია ჩვენ დაგვიტოვა დიდება უფალს უფალმა და არა ვიღაცას და 15 ლარს მე არ უნდა ვიხდე ოჯახით რომ მოვალ ასოები მოვიდნენ ოპერატორია ეს როგორ დასის ნახეთ აი ეს ქალი რომ უნდა იდდეს ახლა ამ ქალბატონის გვერდით და ეუბნებოდეს მართალი ხარ ქალბატონო დასცინის რა ქართველი ხარ შვილო ამონაწერი არის სამინისტროში არა ჩემი რა ვიცი ზებირა და ხო მომეუბნები და ეს ამონაწერი როგორ იქნება სახელმწიფო რატო იღებ ფულს ამაში რა სახელმწიფოს ის უფასო უნდა იყოს და როცა ფულს აკეთებ ნებისმიერ ადგილზე სამეწარმეო ამონაწერი უნდა იყოს გარუშებს ამონაწერი ვინცირდა კანონს არ გვერდს როცა აქ უნდა კონდეს გამოკრული სამეწარმეო ამონაწერი აქ უნდა იყოს გამოკრული და თუ მე როცა კომერციულ საქმიანობაში ვიყავი ამ დიახში ვალდებულება მქონდა სამეწარმეო ამონაწერი მქონოდა იმიტომ რომ ფულს შეულობდი აქ ფულს ბეჭდავენ პირდაპირი გადებით რისგან უფლისგან მამაზეციერმა დაგვიტოვა უფლისციხე პირდაპირი გადებით და ჩვენ მესაკუთრე ერს თვითონ უფლება არ აგვაქვს თურმე 15 ლარი უნდა გადავიხადოთ თვითონ და ოჯახი რომ მოვიდეთ 100 ლარი უნდა ოჯახს რომ შევიდეთ და თავის ცხოვრებაში ვერ დაათვალიერებს უფლისციხეს აი ამიტომ მეგობრებო So, ეს არის ბოლო წლები საქართველოს იმის, რომ საქართველოს გამიყიდეს და იმასაც ამონაწერს არ მაჩვენებენ, რომ ელემენტარულად ვინ არის ამის მეპატრონე, რომ ეუბნება ამიტომ USAID აწერია. მთელი ამერიკა ლაპარაკობს, უკვე ადამიანი დგია და USAID აწერია. ამერიკა ტრამპი ალაპარაკდა, რომ USAID არის აფერისტების ორგანიზაცია, მიისაკუთრეს მთელი მსოფლიო აზრი შემდეგ და აქ იგივე ხდება. ლაპარაკის გარდა რა იცვლება ჩემ ქვეყანაში მაინტერესებს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ეს არის ბოლო წლები. საქართველოს დასაბრუნებელია. საქართველოს დასაბრუნებელია მურია მასონებისგან. ყველას ისურია მასონები თვითონ იმ ებრაელებსაც ბოდიში და დედასტირობენ რომელიც თვითონ არ არის მაგნაირი ბოროტი კანონების დამაარსებელი და მიმდევარი ამიტომ არაფრით არ შეუშვებთ არ არსებობს არ დამგებით მიტინგ ვიწყოთ არავის არ შეუშვებთ არ გიშვებთ არ გიშვებთ პირასკები იმოცა მაგის უწევდა მე ქართულს არ გიშვებ არ 15 ლარი ვერ გადავიხადო დაგერეკა და გერჩივნა იმ 2 ლარში შეგეშვი არ არსებობს არ გიშვებთ აი ხიდა ქალბატონი აღელებულია, მართებულად აღელებულია, იმიტომ რომ ქართველებზე ვაჭრობა მიმდინარეობს, ვაჭრობა იმით, რომ ჩვენი უფლისციხე მოვინახულოთ და მოვილოცოთ, თქვათ, მოვილოცოთ ქვია ამას, იმიტომ რომ უფლისციხეში არის ეკლესია, დგას ეკლესია, უფლისციხე ქვია. არის მოსაზრებები, რომ უფალი სწორედ აქაც ეს ჯვარს, მაგრამ ჩვენ ქართველებს რომ მარტო მხოლოდ იქ შევიდეთ, ნახეთ როგორ არის ღობე გაკეთებული, ნახეთ როგორ არის ღობე გაკეთებული აი აქ. მხოლოდ აი ამ ადგილს რომ ვეწვიოთ, ხო, ქართველები უნდა გადავიხადოთ თურმე 15 ლარი, რაც ძალიან ძვირია.
რომელი ქვეყნის ტერიტორიაც ქართველებს გვეკუთვნის. ვინ ვის მიყიდა, ეს ჩვენთვის არაფერს არ მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ეს. როგორ შეისყიდა გასპაროვმა სახელმწიფოსგან ეს ტერიტორია. პირველ რიგში დამნაშავეა სახელმწიფო იმისთვის, რომ ასეთ კულტურულ ძეგლს ვიღაცა გასპაროვზე ასხვისებს. რა უფლებით? თუ გასპაროვი აკეთებს აქ მუზეუმს, საქართველოს სახელმწიფოს ჩვენი ხელით გავაკეთებდით. არ ქონდა იმის უნარი და უფლება და თანხები, რომ ეს კულტურული ძეგლი შეგვენარჩუნებინა ჩვენთვის და ვიღაცა გასპაროვზე არ მიგვეყიდა, რომ ეს რაღაცა მიდღლანძული მუზეუმი არ გაეკეთებინა იქ. ჩვენ თვითონ გავაკეთებდით ამ მუზეუმს. რა გაკეთდა უფლისციხეში? ისეთი, რომ გასპაროვმა დაგვაფინანსა, ისე რომ თვითონვე ამოიღო მერე ეს ფული. რა იყო ესეთი შეუძლებელი, რომ ჩვენ თვითონ ვერ შეგვეძლო უფლისციხის მუზეუმის გაკეთება? სახელმწიფოს არ ქონდა ამის თანხები? მაგის დედავატირე მილიონობით თანხებს ხარჯავენ უაზრო რაღაცა დეგენერატობებში. მაგალითად, როგორც არის იქ ხორნაბუჯის ციხეში ცემენტის დათხლაშება. ხორნაბუჯის ციხეც გაყიდული აქვს ალბათ. ვინ გვეკითხება ქართველ ერს? ვინმე რამეს გითხარით? სახელმწიფო გვეკითხება რამეს? ქონდათ თუ არა უფლება, რომ ეს უფლისციხე გაეყიდათ ვიღაცა გასპაროვზე? ვინმე რამე გკითხა? და იცით რას ამბობს ეს ქალბატონი? დაურეკეთო, დაცვას დაურეკეთო, ეს ქალბატონი გაიყვანოს. დაცვას და ქართველი ნასყიდაშვილი ვარო. ნასყიდაშვილი კი არა, გასყიდებული ნასყიდა ხარ შენ. მეტი არაფერი არ ხარ. ის ქართველი, რომელიც ქართველს მხარში არ დაუდგება და არ ეტყვის, რომ მართალი ხარ ქალბატონო, მე აქ უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, ფულს მაძლევენ და გაყიდული ვარ. რომ აქ სხვა სახელმწიფოს ვემსახურები და სხვა ეროვნების წარმომადგენელს ვემსახურები და ჩემი ქვეყნის ხალხს წინ ვუდგები, რომ არ შევიდეს იქ უფასოდ. აი ეს უკვე საქართველოს გაყიდულობა კი არა, ეს უკვე საქართველოს დაკარგვა არის, მეგობრებო. და ვიღაცა წერს იქ კომენტარებში, ეგრეო საბერძნეთში რო შევიდეთო, აკროპოლისში რო შეხვიდე 20 ევრო უნდა გადაიხადო. მერე ვინ მოусმინა საერთოდ ბერძენ ერს? უნდა და ბერძენ ერს, რომ აკროპოლისის მონახულების შემთხვევაში 20 ევრო უნდა გადაიხადოს? იგივეა ჩვენთვის ეს უფლისციხე. უფლისციხე რომ მოვინახულოთ, ვინმე რამე უნდა გადავიხადოთ? ან უცხოელმა, ან ქართველმა, არც ერთმა არ უნდა გადავიხადოთ. უფლისციხე არის კულტურული ძეგლი, რომელიც უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, მთის ნაწილია, კლდის ნაწილია. ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს იქ უფასოდ შეცვლა და აქეთ რაც გააკეთეს, თვითონ ის მუზეუმი არის თუ რაღაცა დებილობა რო გააკეთეს, აი იქ უკვე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იქ დააყენონ სალარო და იქ გადაახტევინონ. აქეთ მხარეს, სადაც ეკლესია დგას და უფლისციხე და კლდი არის, სადაც უნდა მიხვიდე და მოილოცო ქართველმა, ვალდებული ხარ? ზუსტად მან დააყენეს ჭიშკარი, სადაც არ შეიძლება შესვლა. მე ამაზე ადრეს განვაცხადე, მაგრამ აი ახლა კიდევ ის თემა წამოიწყო. შვილებს გაფიცებიათ, ანა ეს ნასყიდა ეს. ეს ხალხი ჩამოსულიაო და ჩამოსული რო არის მე უფლისციხე იმისთვის ქვია რომ სტუმარი რომ მოგივაო ბიჭო მიიღეო მაგიტომ მოგცა ღმერთმა არ იცი შენ ამის შესახებ მაგიტომ მოგცა ღმერთმა ეს მიწა რომ სტუმარი როცა მოვალო მე სტუმრის სახითო მიმიღეო გესმის და სტუმარს გადაახტევინე უფლისციხეზე ფეხის დადგმისთვის ხო შენ რომელი ქართველი ხარ მითხარი ან რომელ ღმერთს უსმენ შენ
სულარი კი არა და მასპინძელსაც ახდევინებენ. ეხლა ვის ხელშია ეს ქვეყანა? გამაგებინეთ, ა? ბიჭო, ეს კი შეურაცხყოფას რო გვაყენებთ. შეურაცხყოფას კი არა, სახეში გალაწონებასავით არის გამოფხიზლდი ობნება ადამიანი და შეურაცხყოფას გვაყენებო. შეურაცხყოფას კი არა, მანდროდ გახადა რომ იყიდები, ხორციელად, სულიერად იყიდები და გაყიდული ხარ, კიდე ამ ადამიანებს, რომელიც გაფხიზლებენ, ეუბნები რომ შეურაცხყოფას გვაყენებო. აზე ხართ ხალხო, როგორ გამოშტერებული ყავთ ეს ხალხი? ესენი საცენად გვიგდებენ. აი ეს უცხოელები. ჩინელი და ქართველის გარდა ყველა სიხარია ეს ამბავი, რა ვიცი. კანონის დარღვევაო, ბიჭო, კანონებით მოდიან ეს საზიზღრები. იცით კანონებზე რას ამბობს ქრისტე? კანონიო ადამიანს ზღუდავსო, საერთოდ დაივიწყეთ ეს კანონებიო. და ეს კანონის დარღვევით დგას და ესე უჭირავს ხელი. ვინ არის ეს ქალი? მოდი გადავახვალ. მამისა ჯაფარიშვილი. აი ეს ადამიანია მოსული, ხო? მოსულია უცხო ქვეყნიდან. ეს ადამიანია უცხო ქვეყნიდან. ნახე, აი დევი მოვიდა ეს დევი. პოლიციაც მოიყვანეს. კანონშია თუ ასე არ მაინტერესებს. ხო, დიდი ხანია მოსულობა არის რაღაცა. ვიცით მე და უხარგი ჩვენ ეს უნდა იყოს სუფთა, ხო, თავისთავად. გამაგებენა რომ დაგაუს და სუფთა ორ-ორ-ლას გადავიქით და შეგვიშვი. ვიარ და ამდენად ეს. ადი კაცი კათოლიკე შეფრთხავით. მარტო ჩვენ ხალხი ელოდება, ხალხი პირველი არის გამოვალდა კინო შეახმეთ მაშინ ჩვენი ასეთი ჩემი რა ჩვენი ასეთი მუსი ბატონზე უდიდეს პარლამენტზე მაგრამ ჩვენ გამყელი მოწრო და გაიყვანოთ ოცლარზე ნამდვილად არ არის აქ ლაპარაკი. უბრალოდ რა არის, იცი? რამდენი ქართველიც გინდათ, იმდენი აიღეთ, რომ თავის ქვეყანაში არც ერთი ის ღირსშესანიშნაობა, არც ერთი მუზეუმი ნანახი არ აქვს, ელემენტარული, იმიტომ რომ თვეში 7.800 ლარი რო ადამიანს ხელფასი და ოჯახი ყავს საჩენი, აქ 100 ლარს ოჯახი ვერ გადაიხდი ერთ მუზეუმში რომ შეხვიდე და დაატვალიერო რა. თან უფლისციხეში ეკლესიაში წაშლაზე ამდენ ფული. მასული გადასვა ამბობს ასე მიდიხარ ფული არა ეს აღეთილია უფლისციხეში. თვალეთში. მე ეს დაზეპირებული ტექსტი არ მინდა. ეს არა, მადლობა ძალიან. რა ტერიტორიაზე იმყოფებია? კულტურული მნიშვნელობის ძეგლი არის. კულტურული მნიშვნელობის ძეგლი, მაგრამ ვის ეკუთვნის თუ ქართველს არა?
ვის ეკუთვნის თუ ქართველს არა? ქართველო, დაიღვიძე, ჩაგაფუძე სულში. ჩაგაფუძეს, ახლა ეგენ იმას გვიტარებენ რაღაცა შოუებს და ვითომ ტრამპს არ მოსწონს და იუსაიდს. ეგენ უყურე რა აზერია ისე იუსაიდი. თუილია, სოფლიო მასონებს უნდა ეს ზუსტად საქართველოს აგვერთან, იმიტომ რომ საკრალურია, უფლისციხეგვია და ეს ამას საქართველოს დაჩმორებული ხარ ყველი აპრისტის სიყარი. არ მოგეწონებათ რამე და დაიგიდებ ზურჩანდა და გარბი ხარ საზღვარგარეთ. ის კი არა დაიცვა. ამიტომ გაიღვიძე ერო, ძალიან მალე უახლოეს დღეებში აქ აქცია იქნება. მთელი საქართველო უნდა დაიძრას. აქედან დავიწყებ ზუსტად საქართველოს განთავისუფლებას აი ამ აბაზაკებისგან. ვინც ეს კანონები შექმნა რომ მე 15 ლარი უნდა გადამაგდებიოს. აქ 40, იქ 60. არაფერი. აი მეგობრებო, ძალიან მაგარი სიტყვები თქვა ახლა ქალბატონმა მამისამ. მე მგონი მამისა ქვია, ხო სწორედ ვიცი არა, მე უფრო მამისაშვილი მეგონა, მაგრამ თუმცა მამისა ჯაფარიშვილი ყოფილა. ჩვენ ვართ ბატონ პატრონი, დიახ, ჩვენ ვართ ბატონ პატრონი, მეგობრებო. ქართველი ერი ვართ ბატონ პატრონი და არა ვიღაცა გასპაროვი. და ვიღაცა გასპაროვმა უფლისციხე წაგვართვა, ვიღაცა ოჩოპინტრემის წაგვართვა, ხორაბუჯის ციხე, ვიღაცა ხაზარაძემ ის წაგვართვა რაღაცა სახლები მაგალითად, ვიღაცებმა რაღაცეები მიისაკუთრეს და საბოლოო ჯამში ჩვენ რა დაგვშე ტრასები, ანუ მონური სივრცე დაგვრჩა? ჩემი აზრით მეგობრებო, ეს საკრალური თემა გაიხსნა ახლა უფლის ციხიდან იწყება გათავისუფლება სავარაუდოდ ჯვარზე უკვე ვიყავით ჩვენ უფლის ციხეში, იცით თქვენ რომ უფალი ჯერ პირველ დღეს ციხეში იყო, ციხეში ჩასვეს. ერთი ღამე ციხეში გაატარა ქრისტემ და შემდეგ გაიყვანეს ჯვარზე. ჯვრის თემა უკვე გაცხადდა. ეხლა უფლის ციხის თემა გაცხადდა. აი ეს დღეებია რაღაცა 17 საათის წინ არის ეს ლაივი ჩაწერილი, 17 საათის წინ მოხდა ეს ამბავი. მერე გაცხადდება უკვე ალბათ უფლის დასჯის სცემა, სადაც სემეს უფალი, სადაც დასაჯეს, სადაც ხორცები დააფლითეს. და როგორც ჩანს, ნელ-ნელა ვუახლოვდებით მეორედ მოსვლის თემებს, მეგობრებო რა. ქართველი ერი გამოფხიზლების გზაზე არის. გარნა მარტო მოვუწოდებთ რომ უნდა გამოფხიზლდეს ქართველი ერი. ქართველი ერი უკვე გამოფხიზლებულია. და აი ახლა ეს ნასყიდაშვილი რო დგას იქ და ნასყიდაშვილი ვარო რომ ამაყობს, ხო? და რომ USAID-ს რო ემსახურება თუ ვიღაცა სხვა ორგანიზაციებს რო ემსახურება, ვიდრე ქართველს, აი ქართველს ეჩხუბება რომ არაო, შენ არ ახარ მართალიო, ჩვენს ქვეყანაშიო, აი ესო, ვიღაცა გასპაროვის არისო და მე აქ დგავარო, არ შეგიშვა შენ უფასოთო გესმით, უფასოდ არც იძახის ეს ქალბატონი დაჟე, იძახის რომ მე გადავიხდი იმდენს, რამდენის მომსახურების საფასური არის მაგალითად, რომ დამლაგებელმა აიღოს თანხა 2 ლარი მაგალითად. 10 კაცი გადავიხდით 20 ლარს, ხო? და ის ქალბატონი ამაზე კმაყოფილი არ არის. რა თქმა უნდა, ის ქალბატონი ხო გაყიდული არის. ნასყიდაშვილს რო უწოდებს თავისთავად და ძალიან ამაყობს ქართველობით, ის ქალბატონი ქართველი აღარ არის, მეგობრებო. ის უკვე გაყიდული არის. გესმით? იმიტომ რომ ქართველს თუ არ დაუდგა მხარში და არ მოუწონა ის აზრი, რასაც ახლა ეს ქალბატონი მამისა ამბობს, ხო? შენ უკვე ქართველი აღარ ხარ, აღარ გქვია შენ. გამოუძახა პოლიციას, გამოუძახა დაცვას. რომ გქონდეს უფლება, თავსაც მოაჭრიდა, იცით თქვენ? აი ეს ნასყიდაშვილი მამისას ამის უფლება რო გქონდეს, თავს მოაჭრიდა, ისე რომ არ საფიქრდებოდა. იცით რა სიტყოდა? ღირსი იყო, მაგას მაინც ვერაფერს ვერ გააგებინებო. აი ესე იტყოდა მამისაზე. და თვითონ კიდე რა ეგონებოდა, იცი? რეპტილოიდური სისხლი რომ აქვს და ქართველი როგონია, თავი რა ეგონებოდა, იცი? ძალიან მართალია. ეს ეგონებოდა და კარგი საქმე გააკეთა, ეს ეგონებოდა მას. ქრისტიანული საქმე ჩაიდინა მან. ქართული, ჯიგრული ვარიანტში რა, ესე ეგონებოდა მას და ცხოვრების ბოლომდე იქნებოდა, ესე არხეინად იცხოვრებდა, გააგრძელებდა ცხოვრებას. იმას ცხოვრებაში არ მოელანდებოდა ის რომ ცუდი რამე გააკეთა ქალბატონ მამისას თავი რომ მოჰკვეთა. იმიტომ რომ ეგეთი სულისკვეთების ადამიანები არიან, ვინც იყიდებიან, გესმით? ადამიანი ეუბნება იმ ქალბატონმა კარგად ხვდა, რა დავაშავო ეგეთი, რატო არ ვარ ქართველიო? იმიტომ რომ ვერ აანალიზებ რასაკეთებო. ვერ უფიქრდები რასაკეთებო და ვერ უფიქრდება რასაკეთებს, იმიტომ რომ ქართველ მიწაზე, ქართველ წარმომადგენელს უფლის ციხის მოსანახულებლად არ უშვებს. და გაყიდულია, იმიტომ რომ ხელფას იღებს.
ვიღაცა გასპაროვიდან. და აუ ყარამანყან თელი მოვიდა ეს ქართული კიბერნეტი გაიწი აი ეს არის სუფთა აი ეს არის კიდე უარესი ქართული რომელიც საერთოდ აზრზე ვერ მოდის რა ხდება 20 ლარი მეტი მიწეს 10 ლარი მომისა 20 ლარი მეტი მიწეს აი ბატონო ეხლა ბიჭო უნდა შევიკრიბოთ წავიდეთ ყველანიაზე თბილისიხეს და მოვითხოვოთ რომ გამოხსნან ეს ღობე და იქ არის იმის საშუალება იქ არის იმის საშუალება იქ მუზეუმში რომ იქ დააყენონ სალარო ეს ღობე უნდა მოიხსნას როგორც ქართველებისთვის ისე უცხოელებისთვის უცხოელებს უფასო უნდა ქონდეთ იქ შეცვლა რა არ შეიძლება ეს როგორც ის არ შეიძლება რომ ვივაჭროთ ჩვენ ეკლესიებში ხო ისე არ შეიძლება რომ ვივაჭროთ ჩვენ უფლის ციხით მეგობრებო არ შეიძლება ეს დანაშაულია ალბატონები მაინც ისევი მან გამოიჩინა ხუმანურობაო შორენა კი შევიკრიბე მხოლოდ ერთჯერა და არის პოლიციის თანხლებით მხოლოდ ეკლესიაში ასვლა სხვა დროს თუ ასეთი შემთხვევა ნახე როგორ ულტიმატუმს უყენებს ერთხელ დაუშვა ეხლა აძლევენ უფლებას რომ შევიდეს სხვა დროს ნახეთ ეხლა ამ ეს სახის დააკვირდა შენ აქედან ბორკილებით კი არა აქედან გაგაძევებ საერთოდ შენ ის და ჯვარზე აცვეს და იმედვებში აშინეს ნუ ბოლოს ისე გადავიდა რომ აქ 2 ლარი აღარ შეიძლება სულსა რომანურობით სიყვარულით უნდა დავახლებიოთ ბოლოსთან დიდება გამოდი ოღონდ პოლიციის თანხლებით ხო მოყვება პოლიცია თვითონ სხვა გამოყვება ასე გვიწევს სული ეს არის ქართული სული შეუძლებელი გაუმანებელი ყველა ციხეს იმაგრეს ავიღეთ ყველა უნდა გავახოთ და ზუსტად ჩვენ ერმა უნდა დავიბრუნოთ საქართველოს რომელიც ასე ნაცილად გაგვაცალეს და ისიც კი გაგვიბედეს ეს რომ უფლის ციხე წაგვართვეს და აქ თურმე 15 ლარი უნდა იხადოს ქართველმა და თავის გამომავლობას თავის შვილიშვილებს ვერასდროს ვერ დაანახებს რა არის აქ უცხოელებსაც კი მოწონთ ასე აჩვენებენ და ზუსტად იმდენ რომ თან სოფლიოში ყველას უტევს ბრძოლა მასე გაგიდეს საბერძნეთი მასე გაგიდეს მერი ქვეყნები წაართვეს კულტურული მემკვიდრეობა რომ სულიერად ერმა არ გაიგვიძეს და უფალში თანხმობაში ჰარმონიაში არ ვიცხოვრობთ ვიყო ახლა ერო ჩვენ ახლა მართლა სალოცავად ავდივართ დიდება უფალში მთელ ერზე უნდა ვილოცებ რომ გამოვფიქრდეთ აფეთქდეს ქართული სული დიდება უფალს ამაზე რა მომაფიქრეთ და ვიცნობთ უფლის ციხეში ყვირილით მომიწევდა შესვლა დიდება მამაზეციებს დიდება უფალს ყველაფრისთვის რომ აი ეს ბრძოლის უდარი მოგცა რომ არ დავიხიოთ არაფრისთვის უკან ერმა გაიღვიძოს მოვიდეს გონზე და დაიწყოს ჭეშმარიტად იმ სულიერი მისიის გათავისება რა თავის გონზე გაგვაკისრა ღმერთმა და ის თითოეული ადამიანი რომელიც ამბობს რომ ქართველი ვარო ქართველობა არის თლიანად მართლმადიდებლური წმენა თავისი სულით გულით გენეტიკით და ღმერთმა ქნასო ისე მოგვემართო საკუთარი თავი რომ საერთოდ ჯამში ის ყველაფერი რაც გასაკეთებელი გვაქვს ოდითგანვე და რაც გამოგვეცა ერთგვარი ესაფეთა სახით წინაპრებიდან და წმინდანებიდან პირველ რიგში სოციალ წმინდანებიდან ეს გადაგვეტაროს ღირსეულად და საქართველოს იმ ჩვენ ძველ ფესვებს ყოლხიბერიას გარკვეოდეს ის ნამდვილი და ჭეშმარიტი სახელი და სახე რაც თავის დროზე დაგვიდაგეს და როდესაც საუბრობენ იმაზე რომ ის ერთი წმინდა ერია მეორე და ასე შემდეგ სინამდვილეში ეპიცენტრი არის საქართველოს ეს ის ბოროტმან ძალა და სწორედ აი ამის გამო გვებზია ყველა მხრიდან და კოსტავას გამონათქვამის არ იყოს მოვა დრო საქართველოს როდესაც ერთმანეთს ხელისეცებით დაუწყებთო ძებნასო მაგრამ ვერ იპოვითო ამავე დროს გამსახურდიაც იმას გეუბნებოდა რომ მომავალში იქნებაო მრავალი პარტიაო მაგრამ ყველა იქნებაო ერთიო და როდის უნდა გამოფხიზდე თუ არა ახლა ამ დროს და ამ წელს დროა გაიღვიძო ერო დიდება ქრისტე ღმერთია აი ეხლა ნახეთ შეიძლება ალბათ კაციშვილმა არის ის რუსეთის სახელმწიფო გვასწავლის შუას ამ ხე რახნისაც არის იმდელა ისტორიას უარა იმდელა ისტორიას უარა მადლობა ჩემ ქართულ მიწას მადლობა ჩემ დედამიწას ასეთი გუმბერაზებად უნდა ვიცეთ ქართული სული უნდა ივლივებდეს ყველგან ათი არა მთელი მსოფლიოს უნდა ბატონო როშანი ქრისტეში ცხოვრება სიკეთეში და სიყვარულში დიდება უფალს მეგობრებო, აი, იცით რა არის? დავით რა ხდება და უფლისციხეში არ უშვებენ ქართველებს და გაყიდულია მთლიანად უფლისციხე და აი ახლა რაც დაინახეთ რომ მოდიოდნენ გზაზე, ხო? გზა, აი ამ გზას გვამადლიან ჩვენ, ეს გზა გაგვიკეთეს და ამ გზის გაკეთების უნარი არ ქონდა იმას ჩვენს მთავრობას, რომ გასპაროვისთვის რო არ მიეყიდა ის მთელი უფლისციხე, ეს გზა თვითონ დაეგო, არ ქონა მაგის საშუალება საქართველოს სახელმწიფოს და
და ეხლა ვიღაცა გასპაროს უნდა უხატოს ქართველმა ფული, რომ იქ შევიდეს და მოინახულოს უფლისციხე? ეს არის დიდი სირცხვილი ქართველებისთვის, ეს არის იმაზე უფრო დიდი სირცხვილი, ვიდრე ჩვენ ეკლესიებში ვხედავთ, რომ ვაჭრობა მიმდინარეობს. აქ მიმდინარეობს კლდეებით ვაჭრობა, აქ მიმდინარეობს კულტურული ძეგლებით ვაჭრობა, რომელიც ქართველებს თვითონ ეკუთვნის და ვიღაცა გასპაროვის ხელშია და ვიღაცა კასპაროვების ხელშია. მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო, საინტერესო ის არის, რომ აი უფლის ციხესთან ჩვენ თუ არ მივედით და არ გავაკეთეთ აჯანყება იმის, რომ საერთოდ მოიხსნას ის ღობე, ეხლა აი ქალბატონებს და აი ჩვენს ხალხს, ვისაც არ უშვებდნენ და ვიღაცა ქართველი რომ მოდი მე მაქვს ფულიო, კაცო მე შევალო, გამატარეთო და გააძევეს იქიდან პოლიცია, ჯიგრულად მოიქცა სხვათა შორის, გააძევა იქიდან რომ წადიეხა აქედან. პოლიციას ბევრი რამე ესმის, მეგობრებო, მაგრამ ის ვალდებულია თავისი საქმე შეასრულოს, გესმით? ყველანი თუ ერთად დავდგებით, გინდა პოლიცია, გინდა დაცვა, გინდა ქართველები თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ინტერესებს თუ დავიცავთ. ეხლა მართალი არ უთხრა იმ ქალმა, რომ შენ რა შვილებზე მელაპარაკებიო, აქ საქართველოს გიყიდიანო. საქართველოს გიყიდიან შვილებს ფიცავარო, რა შვილებს ფიცავარ, რომელ შვილებს ფიცავარ, შენ შვილებს რომ აქ შესვლა მოუნდეთ, თანხა უნდა გადაიხადონ. იმ ადგილზე, სადაც კლდე არის და კლდეზე ეკლესია არის, რომელი კლდეც ჩვენი ნაწილია, ჩვენი საქართველოს მიწის ნაწილია, აი ეს მიწა უკვე გაყიდულია, მეგობრებო. ამ მიწაზე ფეხს არ შეგადგმევინებენ, ხედავთ უკვე, ხო? როგორც უფლისციხეა გაყიდული, ისე ეხლა სამშვილდეს დაადგეს თვალი. ბირთვისებს დაადგეს თვალი და სხვადასხვა ადგილებს ხორნაბუჯს დაადგეს თვალი და დაგიყენებენ ასეთ იმებს გადასახადებს და მე მოდი და იძახე რომ საქართველოს ჩემიაო და იამაყებ არის საქართველოს. საქართველოსი რა ვეღარ იამაყებ, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე სხვას ექნება, სხვის ხელში იქნება, შენი ძეგლების მონახულების უფლებაც და უნარიც აღარ გექნება, იცი? შენ იქნები მხოლოდ მოსამსახურე ამ ადამიანების. მიდით სურათს გადაგიღებ. მამისა, სურათს გადაგიღებ. აი ხლა ესენი შეუშვეს უკვე გამარჯვებაა, მაგრამ ჩვენი გამარჯვება ის იქნება, რომ ის ღობე მთლიანად მოიხსნას. ჯანგი, წამიყვან შენი მანქანია. აი ნახეთ, ამ გზის გამო დააფასურეს ეს 20 ლარი თითო ადამიანის სულზე? აი ამ გზის გამო, აი აქ რაც არის დაგებული რა? თუ ამ კიდეების გამო. რომ ჩვენში სულიერი აფეთქება არ მოხდეს, რომელიც მსოფლიოს ბოროტს ეუბნება. კი, 17 საათის წინ მოხდა ეს დავით. მე მინდა სიმართლეში, სიყვარულში, სიკეთეში ცხოვრება და არ მინდა შენი ბოროტი კანონები. ზუსტად ამ სულიერი აფეთქების ეშენიათ, რომელიც საქართველოსთან მთელ მსოფლიოს გადაედება და ბოროტს როგორც მოგუდავს. ჩააბეტონებს, ჩააგვესწრებს ქალბატონი მამისა ჯაფარიშვილის გვერდზე გადადით და მას აქვს ეს ლაივი დადებული. დიდება უფალს და დღეს კი ნახეთ არის ამის მაგალითი. ეს არის სულ უმნიშვნელო გამარჯვება დღეს, მაგრამ ამას მოყვება კასკადი გამარჯვებების. ამინ. ამინ, ამინ. აბა ეხა ეთქმათ საქართველოს გაუბარ? ჯოს. გაუბარ? ჯოს. გაუბარ? ანიბა ჯოს, დიდება უფალს, ჯოს და უყაყარა. არა, ჯოს, არა, დიდება უფალს, დიდება ზეციებს, ამ ყველაფრის. ამინ. რას გვიბოძა და მოხდა. და თუ ერივათ უნდა შევინარჩუნო. დიდება ჭეშმარიტ მიგობათ. ზუსტად. ხო, მართალია, ჯოს რო გვაძახებინებენ, ჯობია რომ დიდება უფალს ვიძახოთ. დამიწესეს მას. აი ეს არის კლდე არის, მეგობრებო, კლდე, რომელიც უფლის ციხე ქვია ამ კლდეს, უფლის ციხე, ხალხო, იცით რა ქვია ამ კლდეს და აი ამ კლდის მოსანახულებლად ქართველმა უნდა 20 ლარი გადაიხადოს. და საერთოდ რატო უნდა გადაიხადოს ვინმემ რამე ამ კლდის მოსანახულებლად ვერ გავიგე. რომ გაგვიკეთეს ის კიბეები ასასვლელი? ამაზე გვაყვედრიან ჩვენ? უნდა დავდგეთ, მაგრამ ვინც რამის პროტესტებს ყველა ნაცებს ეძახიან და რა ვიცი. იცი რა დავით, მაგის იმ შეგოშინდება რომ ნაცებს დაგვიძახებენ თუ კოცებს დაგვიძახებენ. ჩვენ არც ნაცები ვართ და არც კოცები ვართ, ჩვენ ვართ ქართველები. და ეხა იმან თუ შეგვაშინა რომ ნაცებს დაგვიძახებენ და საქმეები აღარ ვაკეთოთ, კი გაყიდულა მერე საქართველო. აი აგერ გაყიდულა უკვე საქართველო, ხო? სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ, ქართველებისთვის 5 ლარი ღირდა შესვლა. ეხლა 20 ლარი გაუხდიათ და მე 50 ლარს გაგიხდია, რომ ამათ კარგად აქვთ გათვლილი ფსიქოლოგიურად, როგორ აიღონ
ადგილით ფსიქოლოგია აქვს შესწავლილი. უბრალოდ დაქირავებული ყავთ ფსიქოლოგები. ზუსტად ესე ნელა ჯერ 5 ლარი იყო შესვლა, მერე 20 ლარი გახადეს, მერე 50 ლარს გაგვიხდიან და მერე ესე ხალხი მიჩვეულია უკვე და იცით როგორი სტრატეგიაა? ეს სტრატეგია არის რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად მიაჩვენ მონობას და ამ სტრატეგიას არიციან მაგათმა რომ ქართველები არ ეგუებიან. ერთადერთი ერია რომელიც არ ეგუება ამ სტრატეგიას რა და რომელიც ამ სტრატეგიას მაშინ უჯაყდება როცა უკვე ყელში ამოუყვანენ. არასდროს არ შეეგუება ქართველი იმას რომ შენ სტრატეგიულად ის გააცრუო და თუ ქართველი შეეგუება მაგას ის ქართველი არ არის, ის სისხლით სხვა არის. ამიტომ ებრძვიან, ჩვენ გქონდა საუბარი წინა ლაიფებში, ამიტომ ებრძვიან ქართული სისხლს, რომ მისი მოსპობა სურთ. რატომ? იმიტომ რომ თვითონ იბატონონ. მაგრამ ნულას უკაცრავად სანამ ქართულ სისხლს მოსპობენ ეს ურია მასონები, მანამდე თვითონ ამოწყდებიან. თავის დედაბუდიან გველისწილებიანად, რომლებიც ყავთ აი აქ საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს სახელმწიფოში დაყენებული და გაშვებული. გესმით? მეც ასეთი პროტესტი მქონდა ადგილზეო, ამბობს ნანა ბატიაშვილი. ხო ნანა, ანუ აქ თითო ადამიანი, კი რა, აქ იცი როგორ, მე მგონია რომ ქალთა ჯარი უნდა შეიქმნას, აი როგორც ახლა ამ ქალბატონებმა მივიდნენ და აიღეს ციხე, ხო? ციხის აღება გამოუვიდათ, ისე უნდა მივიდეთ ქალთა ჯგუფი. იმიტომ რომ კაცებს ებრძვიან. კაცებიც დაგვიდგებიან მხარში, მაგრამ თუ ჩვენ ქალები ვიზავთ, აი ამას ახლა რაც გააკეთეს ამ ქალბატონებმა, ჩათვალეთ რომ უკვე ამოქმედებული ვართ რა და ქალს დიდი როლი უკავია საქართველოში. ყველა ერთმანეთს კი უნდა ველოდოთ, ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში და ვიმოქმედოთ. ჩემი აზრით შეგვიძლია დავთქვათ დღე, გაუზიარეთ მეგობრებს, ოღონდ სერიოზულად ახლა მივიდეთ შაბათ-კვირას, დავადგეთ თავზე და მთლიანად ავიღოთ ის, მოვითხოვოთ იმ ბარიერის გადადგმა, მოვითხოვოთ უფლისციხის გათავისუფლება. როცა ჯგუფი მივა და განაცხადებს პროტესტს, ეს უკვე სხვა საკითხია და სახელმწიფო დონეზე რომ მოვითხოვთ, უკვე რომ მოიხსნას ეს ვინ გასპაროვი, კაცო, რაღაც სად გკითხა ვინმე რამე, რომ ეს უფლისციხე გაგვიყიდა? ჩვენ რა გვარგო მაგან რომ გაყიდეს მაგათმა უფლისციხე? ჩვენ რამე გვარგო? მე ვიღაცა გვეტყვის რომ ტურიზმი ვითარდება, ტურიზმი ისევ თავისთვის ვითარდება. თვითონ იღებენ ამ ტურისტიდან ფულს და აბა ვინმე მივიდეს იმ სოფლიდან და გაყიდოს რამე, ეგრევე მოასპობენ. იქ მაცხოვრებელს გარდა იმისა რომ იქ ასაქმებენ გაყიდულ ხალხს, აი ნასყიდაშვილივით ახლა იქ რო ბლატაობდა ბევრს ის ქალი. იმ გაყიდულ ხალხს ასაქმებენ და იმ გაყიდული ხალხის იქით რომ კიდე ბევრი არის და კიდე ბევრი მაცხოვრებელია იმ სოფელში, ეგ არიციან, მაგრამ იმად არ აქვს უფლება მან დადგნენ და რამე გაყიდონ. არა, შიგნით მიდის მთელი ვაჭრობა, აი გასპაროვის მაღაზიებია შიგნით. და ტურიზმის განვითარება ამას ქვია, გასპაროვისთვის თუ ვისთვის? დაუკავშირდეთ ქალბატონ მამისას და მე პირადად დავუკავშირდები და ვეტყვი რომ მის გვერდში ვდგავა, როგორც კი განაცხადებს ის რომ კიდევ ერთხელ განვიმეოროთ ეს საკითხი, რომ მივიდეთ და ეს მთლიანად ბარიერი მოვახსნევინოთ და მთლიანად საფასური მოვახსნევინოთ აქ შესვლაზე. ამ უფლისციხეში შესვლაზე უნდა მოვითხოვოთ. ეს თუ არ მოვითხოვეთ, უფრო მეტად დაგვაჯდებიან თავზე. აგერ სამშვილდე რო არის არაჩვეულებრივი, სადაც ახლა დავდივართ ჩვეულებრივად მაღლა აზეულასნთა ბირთვისები, იქ ყველგან დააწესებენ შესასვლელს. ყველგან შესვლის თანხას ყველგან დაგვიწესებენ. სადაც ეხლა ტურისტები იმიტომ მოდიან საქართველოში, იმიტომ უხარიათ რომ მოდიან და ისეთ ადგილებს ხედავენ, სადაც სულს უხარია და სულს თუ უხარია იქ მისვლა და შენ ფასი დაუდგინე, იქ მეორე ტურისტი აღარ მივა. შორენა წერს კარგი აზრია, მივიდეთ ქალები, ლამის ეხლავე გავიქცე, ისეთი ძალა მომეცა ამ სამართლობის გადამკიდე, არ ვიცი საწავიყო. ხო, შორენა გეუბნები ახლა დღეს არა, მაგრამ შაბათ კვირას თუ გინდა ხვალვე წავიდეთ, მართლა ხვალ ჩემი ბიჭის დაბადების დღე. აი ესე გადავიდეთ. გამოთქვან აქ ხალხმა სურვილი, რომელი დღე აწყობთ, ახლა რამდენი მაყურებელი იქნება, გადაუზიარეთ თქვენს ხალხს. გამოთქვან სურვილი, რომელი დღე აწყობთ, რომელ დღეს უნდა მივიდეთ და იმ დღეს მივიდეთ ყველანი. გესმით? ანუ უნდა გავაკეთოთ ეს აქცია, თორე ჩვენ თუ ესე სახლებში ვიჯექით და მხოლოდ ლაივებს უყურეთ, ხო? არ გამოვა არაფერი, მართლა ოღონდ რა.
ამ ქალბატონს ახლა მე დავუკავშირდები, როგორც წინს თქვენც მეგობრებში, ჩემი მეგობრები, მისი მეგობრები არიან და შევთანხმდეთ, როდის მივიდეთ უფლისციხესთან და ეს მოსაგვარებელია. ეს თემა რომ წამოიჭრა, ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რომ გადავდოთ, აღარ შეიძლება გადადება. დავუკავშირდეთ ახლა ამას, აი მეგობრებში ჩავსვავ და ნახეთ, ეს ლაივი იყო 16 საათის წინ 4 მაის 2025 წლის 4 მაის 17 საათზე გაჟღერებული. ანუ გუშინ გაჟღერდა ეს 5 საათზე. და გუშინდელი ამბავია, სულ ახალ-ახალი ამბავია. და გადააზიანეთ და მოითხოვეთ რა მეგობრებო, რა ვიცი, ვინც ქართველი ვართ, გამოჩნდებით, ახლა იქ გეუბნებით, 3 შვილის დედა ვარ. 3 შვილი დადის ბაღში და სკოლაში. მოცლილი არ ვარ ნამდვილად, მაგრამ საქართველოსთვის როცა საჭიროა, მე იქ დავდგები, სადაც საჭიროა. სადაც ჩავთვლი, რომ საჭირო არის დგომა. და ეხლა აი ამ საკითხში, რაც ქალბატონმა მამისა წამოჭრა, ეს აუცილებლად საჭიროა რომ მოგვარდეს. აუცილებლად და მადლობა ქალბატონმა მამისას, რომ ეს არის გმირობა, რაც გააკეთა ახლა გუშინ ქალბატონმა მამისამ. იმიტომ რომ ადამიანს უარ ქონდეს გმირი სული, ესეთ რაღაცას ვერ გააკეთებდა. დაუძიარეთ მეგობრებს და აი ვინ საიდან როგორ მოახერხებთ ჩამოსვლას, ჩვენ ერთად წავიდეთ. თუნდაც ერთი დღე თუ ორი დღე რომ მოგვიწევს იქ დგომა და რომ შემოგვიერთდეს ხალხი, რომ სახელმწიფოს გავაგებინოთ, ჰალო, ჩვენც აქ ვართ, ქართველებიც ვართ ამ ქვეყანაში, ხო? შორინაცებს კვირას წავიდეთ იქნებ მოვგროვდეთ, ან როცა მოახერხებთ, მალე შევიკრიბოთ, სანამ მუხტი ჩაქრება. წავიდეთ კვირას, ეხლა კვირას წავიდეთ. მე გეთანხმებით, ქალბატონ მამისასაც მივწერო ჩვენი ჩემი მაყურებლიდან დაინტერესებულია ხალხი, აგერ დედაჩემი შემომიერთა, იმედია დედაჩემი შემომიერდება, წავიდეთ უფლისციხესთან, დავდგეთ და მოვითხოვოთ იმ ღობის აღება, იმიტომ რომ უფლისციხე ყველასთვის, როგორც ტურისტისთვის, ისე ქართველისთვის უნდა იყოს უფასო. უფასო. იქ არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ ჩვენ 20 ლარები დავაწესოთ ტურისტებისთვის და მით უმეტეს ქართველებისთვის. მე როგორც ქართველი ისე ვსაუბრობ. როგორც ქართველმა ჩვენ ტურისტები ასეთ რაღაცაზე არ უნდა გავძარცვოთ. პირიქით, პატივი უნდა ვცეთ და გვიხაროდეს, რომ ისინი მათ უხარიათ ჩვენი მიწაწლის მონახულება, ხო? სტუმარ მასპინძლობა ამას ქვია, როგორც უფალმა. შორენა გეთანხმები, ანუ კვირა დღეს, მოდი დავრჩები მე ამ რელსზე. მე გავაცხადებ ახლა ყოველდღიურად, რომ კვირა დღეს ჩვენ მივიდოთ უფლისციხეში, რომ ის ბარიერი, რაც დგას იქ უფლისციხის მოსანახულებლად უცხოელებისთვის, ქართველებისთვის უნდა აიღონ. და ვინც შემოგვიერთებით, კარგი იქნება, რომ დავინახავთ რამდენი ქართველი არის ჩვენს მაყურებელს შორის. არ გვაინტერესებს ჩვენ ვისია, რა რისია, ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ საერთოდ ვინ გვკითხა, რომ აქ დადგეს ის ბარიერი. ვინმე მრავე გვკითხა, გამოცხადდა ეს გამოკითხვა სადმე? ან თუ სხვა დღე უფრო გაწყობთ, სხვა დღესაც მივიდეთ, სხვა დღესაც. ესე ხშირი რომ იქნება ეს რამდენიც ვინც როგორ შეძლებს იმდენი მივა და შევაწუხებთ, გესმით? ნუ ახლა გაიგებენ, რომ ქართველებიც ცოცხლები ვართ და შეწუხებაც როგორც თვითონ აქვს სტრატეგია, ისეთ იმ სტრატეგიას მიმართოთ ჩვენს, ხო? ნელა ვაწუხოთ და ტვინი გაუგრუღოთ. სხვა გზა არ აქვს, ჩვენ ხმლებს ვერ ავიღებთ ხელში და იმისავით რუსეთის პრეზიდენტივით ბომბებით ვერ დავემუქრებით, ატომური ბომბებით. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სტრატეგია, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სტრატეგიასაც თვითონ იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, ისეთი სტრატეგია გამოვიყენოთ ჩვენც მათ წინააღმდეგ. რომ ნელა შევაწუხოთ და ბოლოს მობეზრდეთ და აიღონ ეს ბარიერი. ბოლო სიტყვა. ეხლა კვირას, ზამთარ კვირას, რომელი დღეა? რა რიცხვია? კვირა 11 რიცხვია, კარგი რიცხვია, 11/5/2025 წელს. მივდივართ უფლისციხეში, ციხესთან და მოვითხოვთ, რომ ის ღობე აიღონ. აი, ამ ღობეზეა საუბარი მეგობრებო. აი, ამ ღობეზეა საუბარი მეგობრებო. აი, ამ ღობეზეა საუბარი მეგობრებო. ამ ღობეს ავაღებინ ერთ. შო, სიტყვა ნათქვამია. ჩაკუჭი დათხოვია, როგორ თქვა, ერთი წელს უკან ვიყავი იგივე პროტესტი გამიჩნდა შესუსაფასურზე და მე იქ ქართველი ვერ ვნახე, ქართველები ვერ დადიან, ვერ შედიან. ხო, ერთმანეთი წავიყოლოთ მეგობრებო, გავუაროთ ერთმანეთს, ვინც არ აქვს ტრანსპორტის საშუალება. ტრანსპორტის საშუალება თუ არ გაქვთ, გითხარით, ჩვენ რამდენიმე ადამიანი გვეტევა, კიდევ ერთი მანქანა იქნება და ესე საკითხად წავიდეთ, ანუ წავიყოლოთ ერთმანეთი. მე მაგალითად შემიძლია წავიყვანო კიდე აი ალბათ 6 ცოტა 6 ადამიანი. და თქვენს გამოთქვით სული თუ მანქანები გყავთ და მანქანებით წამოხვალთ, წავიყოლოთ ერთმანეთი, გავიყოლოთ ერთმანეთი, გესმით? და ეხლა სულ ცოტა 20 ადამიანი რო ვიქნებით იქ,
მე მგონი 20 ადამიანი უკვე საკმარისი არის იმისათვის და ლაივსაც რო ჩავხდათ და იქაც რო დაგვემატება ხალხი და რო გამოთქოს თავის სურვილს და რო გადააზიარებს ამ ვიდეოს, იქაც მერე მიხვდება სახელმწიფო რომ ჩვენ ქართველები ცოცხლები ვართ. ესმით? და არ გვძინავს, ცოცხლები განა თუ ის ცოცხლები ვართ, ფხიზლებიც ვართ. გაგოცეთ ახლა გაგოცეთ, კიდევ გავაშერებ ამ საკითხს, მე დავუკავშირდები ახლა ქალბატონ მამისას და გადავწყვიტოთ. დროებით გემშვიდობებით. ლალები წერს ქალბატონი მამისას სამართლიანად იბრძვის ყოველთვის, ნამდვილად აუცილებელია გვერდში დაუდგეთ საჯარო საქმეებში. კი, ლალი, აი, გეთახვები და ვისაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალბატონ მამისას და გამოთქვით სურვილო ჩვენ კვირას მივდივართ იქ, ხო? მეც დაუკავშირდები. გაგოცეთ ახლა ალბათ დროებით.